სადინეობა 31-ის პირველი ნომრის მერვე ქვენომერი. განვიხილოთ განტოლება x+2-ის ფარდობა x-2-თან უდრის x კვადრატის ფარდობა x კვადრატს -4-თან პლუს 6-ის ფარდობა x+2-თან. განტოლების მარჯვენა მხარე მთლიანად გადმოვიტანოთ განტოლების მარცხენა მხარეში. თანაც ნიშნელი x კვადრატს -4 დავშალოთ მომრავლება. ამის შემდეგ მოვახდინოთ განტოლების მარცხენა მხარეში მდგომი გამოსახულების გაერთნიშნელიანება. საერთო მნიშვნელი იქნება x-2-ის ნამრავლი x+2-ზე. გარდაქმნით მივიღებთ წილად. წილა როგორც ვიცით, წილადი უდრის ნულს, როცა მრიცხელი უდრის ნულს და მნიშვნელი არ უდრის ნულს. ამიტომ მოცემულ განტოლებას წილადი უდრის ნულს ვცვლით სისტემით, რომლის პირველი განტოლებაა წილადის მრიცხელი უდრის ნულს, ხოლო მეორე არის პირობა, რომელიც მიანიშნებს იმას, რომ წილადის ნიშნული არ უდრის ნულს. გამარტივებით და ამოხსნით მივიღებთ x უდრის 8-ს. ახლა სანამ პასუხს დავწერთ, ვამოწმებთ ნიშნელი არის თუ არა განსხვავებული ნულისგან. როგორც ხედავთ, როცა x უდრის 8-ს, დაცულია პირობა, ნიშნელი არ უდრის ნულს. ამის შემდეგ საბოლოოდ წერთ პასუხად x უდრის 8-ს. სრულიად ანალოგიურად ვაკეთებთ დანარჩენ ქვენომრებს პირველიდან და ასევე პირველის B ჯგუფიდან. თანაც ამ ხსნისას ვითვალისწინებთ ზემოთ ჩვენს მიერ გაკეთებულ შენიშვნებს.